მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, მე ვარ რუსუდან ტყემალაძე, არქიტექტორი და ჩვენ დღეს ვაგრძელებთ საუბრებს არქიტექტურულ ინსტრუმენტებზე. გთხოვთ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ არხი, რათა ჩვენი რიგები გაიზარდოს და შეძლოს ნახოს ჩვენი ლექციები. მადლობა. ამ შემთხვევაში ჩვენ დავიწყეთ წინა ლექციაზე საუბარი მასალებზე, როგორც არქიტექტურულ ინსტრუმენტზე, ვისაუბრეთ რკინა-ბეტონზე, დავახასიათეთ ის და დღეს გადავიდეთ უკვე შემდგომ მასალაზე, ვილაპარაკოთ ხეზე. მოგეხსენებათ, ხე არის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მასალა სამშენებლოდ, ალბათ და დღესდღეობით ითვლება, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიური და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. შესაბამისად ძვირის არის, რა თქმა უნდა. მაგრამ ასეა თუ ისეა, მთავარი ჩვენი თემა არის ის, რომ ხე იყო მრავალი საუკუნის განმავლობაში ძალიან აქტიურად გამოყენებადი, როგორც მზის კონსტრუქციებში, ისე მოპირკეთებაში. მაგრამ შემდგომ ერთ პერიოდში რატომღაც განელდა ინტერესი და სიყვარული ხის მიმართ. ამის შესახებ მოგახსენებთ ახლავე რა და როგორ იყო და რატომ. ჯერ გადავხედოთ ისტორიულ მაგალითებს, ფაქტობრივად იმის საილუსტრაციოდ, რომ ხე არ არის უცხო კაცობრიობისთვის, ხო და მშენებლობისთვის. ყველაზე ძველი ხით აგებული შენობა, რომელიც შემოგვრჩა, ფაქტობრივად ალბათ არის ეს ტაძარი იაპონიაში. იქიდან გამომდინარე, რომ ხე არის ფუჭებადი და წვადი მასალა, სამწუხარო ამბავი ის არის, რომ უძველესი ძეგლები ვერ შენარჩუნდა. თუმცა ვარაუდობთ, რომ ხეს გამოიყენებდნენ უძველესი დროიდან, ფაქტობრივად ისევე როგორც ციხას და ქვას. უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ წვადი მასალა ვერ შემორჩა ფიზიკურად და ამიტომ ყველაზე ძველი ძეგლი, რასაც ათარიღებენ მე-7 საუკუნით, არის ეს იაპონური ტაძარი, რომელიც მდებარეობს ქალაქ ნარაში. გარდა ამისა, ძალიან ცნობილი ხის ასეთი მთელი კომპლექსი არის ეგრეთ წოდებული აკრძალული ქალაქი პეკინში. ეს მეორე სურათი, მე-15 საუკუნის მშენებლობაა. ფაქტობრივად არის ულამაზესი და ძალიან საინტერესო ტექნოლოგიური მიდგომით გაკეთებული შენობები, რომლებიც მთლიანად ხის არის, მეგობრებო, ეს არის ძალიან უცნაური, იმიტომ რომ ვიზუალურად ისე გამოიყურება თითქოს ქვისაა. შეღებილი ხი არის და ამიტომ ფაქტობრივად გვატყუებს, ხო, თვალს ატყუებს. მაგრამ მინდა გითხრათ, აქ კიდე ესეთი სპეციფიკური ისტორია ამ შენობასთან დაკავშირებით, რაც გამოგვადგება შემდგომში ამ ლექციაზე. თვითონ ეს შენობა და მისი ხის ძელები და ხის ელემენტები ერთმანეთთან არის აწყობილი, ერთმანეთში არის ჩამჯდარი, ასე ვთქვათ, ისე არის დაჭრილი, რომ ფაქტობრივად არ აქვს არანაირი ლითონის მაკავშირებლები. ანუ ჩვენებურად რო ვთქვათ, არის ულურსმნო არქიტექტურა. არ გამოიყენება არც ლურსმანი, არც სხვა ნებისმიერი სხვა ლითონის დამაკავშირებელი. შესაბამისად, ხის ელემენტები ერთი მეორეში ჯდება და ეს არის ერთის მხრივ პარადოქსი, რა თქმა უნდა, ხო, წარმოუდგენელია, რომ ესე ხის კონსტრუქტორივით აწყობილი ესეთი უზარმაზარი ტაძრები, თან უბრალოდ შენობა კი არ არის, ეს მინდა იცოდეთ, იყო ჩინეთის იმპერატორის რეზიდენცია. იმიტომ ქვია აკრძალული ქალაქი, რომ ჩვეულებრივი მოკვდავები ვერ შედიოდნენ გალავნის შიგნით. ეს იყო ჩინეთის მთავარი პირის რეზიდენცია, საცხოვრებელი და სამუშაო სივრცე. შესაბამისად, მთელი ყურადღება, რაც კი რამე მქონდა ამ დიდ იმპერიას, რა თქმა უნდა, აქ იყო, ხო? ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე მაღალი და ყველაზე შთამბეჭდავი შენობებიც უნდა მდგარიყო ქალაქის სწორედ აი ამ შუაგულში. და მინდა გითხრათ, რომ პეკინი საერთოდ არის სეისმური რეგიონი. სწორედ ამიტომაც ხდებოდა, რომ ბევრი შენობა მანამდე, რომელიც იყო გამაგრებული აი ამ დამაკავშირებლებით, დაინგრა და ძალიან დიდი ზარალი მისცა და რა თქმა უნდა, ახლა ინფრასტრუქტურის ზარალი ცალკე ზარალია, მაგრამ ღმერთმა უხდას, რომ იმპერატორი დაზიანდეს, ხო, ამ მიწისძვრის დროს, ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი პრობლემა იქნებოდა მათთვის. შესაბამისად, აი შეიმუშავეს შუა საუკუნეებში მოკლედ ჩინელმა მაშენებლებმა ესეთი ტექნიკა, მიხვდნენ, რომ დაუკავშირებელი ხის ელემენტები მიწისძვრის დროს ფაქტობრივად მოძრაობს აი ამ მიწისძვრასთან სინქრონში.
ამიტომ რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა მოგვეჩვენოს, ესეთი კონსტრუქცია არის უფრო მდგრადი, იმიტომ თვითონაც მოძრაობს, ხვდებით ხო? აი ამ ტალღას ყვება, ასე ვთქვათ, და ინარჩუნებს ჯამში მთელი კონსტრუქციის სიმდგრადეს და არ იშლება. ამიტომაც მოკლედ ეს პრინციპი დავიმახსოვროთ, იმიტომ რომ შემდგომში გაჩვენებთ უკვე იგივე პრინციპზე დაყრდნობით თანამედროვე არქიტექტურაში, როგორ აშენებს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი იაპონელი არქიტექტორი. შესაბამისად, ესეც კარგი მაგალითია ისტორიული არქიტექტურის სახეში შესრულებული. კიდევ გვაქვს მაგალითად სხვადასხვა კულტურებიდან ავიღე მაგალითები. ეს არის ისლამური, ესე იგი, მეჩეთი თურქეთში, რომელიც გარედან არის ქვის გალავანი აქვს და ქვით არის მოპირკეთებული, მაგრამ შიგნით მთელი მზიდი კონსტრუქცია და დეკორი და სახურავი, როგორც უყურებთ, ყველაფერი არის ხის და არის მე-13 საუკუნის შენობა. გარდა ამისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროპაში ძალიან პოპულარული იყო, განსაკუთრებით გვიან შუა საუკუნეებში და რენესანსის ეპოქაშიც გააჩნია, რომელ ქვეყანას ავიღებთ, ეგრეთ წოდებული ფახვერკის ტიპის საცხოვრებელი სახლები. ეს ფახვერკი არის ფაქტობრივად კომბინაცია ხისა და ქვის კონსტრუქციული მასალებისა და ამ შემთხვევაში დამახასიათებელი არის ის მომენტი, რომ ხის მზიდი ელემენტები, ჩემო მეგობრებო, როგორც ხედავთ, არის გამოფენილი ფასადზე. ანუ არ გეგონათ, რომ ეს მხოლოდ დეკორია და სილამაზისთვის არის გაკეთებული, თუმცა უდაოდ ძალიან მომხიბლავია, ხო, მისი ვიზუალური მხარე. ეს არის სრულიად კონსტრუქციული ელემენტი, ეს ხის ძელები და კოლონები, რომლებიც უბრალოდ არ არის შელესილი და მიცემული აქვს დეკორატიული ხასიათი ამ ყველაფერს. თვითონ ესთეტიკის ამბავში მოსწონდათ და ესე ტოვებდნენ. ძალიან გავრცელებული არის ახლა ეს ფახვერკის ტიპის სახლები, ალბათ თქვენს გინახავთ, გერმანულენოვან ქვეყნებში განსაკუთრებით, თუმცა საფრანგეთშიც არის და ინგლისშიც გვხვდება. ასე რომ არ არის მოკლედ ეს უცხო მხარე ევროპული არქიტექტურისთვისაც. და ბოლოს ბუნებრივია უნდა აღვნიშნოთ ჩვენი ქალაქიც, ფაქტობრივად აი ძველი თბილისის სახლები, ეს დამახასიათებელი ჭრელი და ძალიან ლამაზი დეკორატიული აივნებით, ხო? ეს აივნები ყველაფერი არის ხის. და მინდა გითხრათ, რომ თვითონ ეს სახლებიც წყაროებზე დაყრდნობით ჩვენ ვარაუდობთ, რომ იყო ხის, ვინაიდან ალბათ იცით, რომ მე-16 საუკუნეში ძველ თბილისში მოხდა ძალიან დიდი ხანძარი და ფაქტობრივად მთელი ჩვენი შუა საუკუნოვანი ქსოვილი არქიტექტურული დაიწვა სწორედ იმიტომ, რომ იდგა ხის სახლები. გადარჩა ჩემო მეგობრებო ბუნებრივია მხოლოდ ის, რაც იყო ქვის და აგურის, ეს არის ჩვენი ტაძრები, ეს არის ქუჩათა ქსელი და ეს არის ფუნდამენტები თვითონ ამ სახლების. შესაბამისად, დღესდღეობით რასაც ხედავთ, ძირითად შემთხვევაში ეს სახლები არის მე-18 და მე-19 საუკუნეში აშენებული სახლები, აშენებული არის ძველ ფუნდამენტებზე. ხო, რაც შენარჩუნდა. შესაბამისად, ჩვენი ქალაქის სტრუქტურა თვითონ არის შენარჩუნებული მაქსიმალურად ავთენტურად, რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო, ანუ ფაქტობრივად ისევ შუა საუკუნოვანი ქალაქის ქსოვილი გვაქვს, მაგრამ აი სამწუხარო ამბავი ის არის, რომ თვითონ სახლები არის უფრო გვიანი პერიოდის. და უკვე აქ ხედავთ, რომ ნაწილობრივ აგურით არის ამოყვანილი, ნაწილობრივ ქვით და ხე არის ნაკლები, თუმცა მზით კონსტრუქციაში გამოიყენება და როგორც თავიდან აღვნიშნოთ, დიდი დოზით გამოიყენება დეკორში და აი ამ აივნებში, ხო, რაც ჩვენ ძალიან გვიყვარს და დამახასიათებელი არის ჩვენი დედაქალაქისთვის. გავაგრძელოთ საუბარი ხეზე, როგორც სამშენ მასალაზე და ახლა ვისაუბროთ ფაქტობრივად ხის რენესანსზე, მოდი ესე ვთქვათ, ანუ 21 საუკუნეში ხის მასალის პოპულარიზაციაზე. რა იყო საფუძვლად ამ მოვლენისა და ფაქტობრივად როგორ შეიცვალა სიტუაცია ჩვენს დღევანდელ ბაზარზე. როგორც წელან თქვით, მოკლედ მოდერნიზმმა თავისი გადასახედიდან საკმაოდ დისკრედიტაცია გაუკეთა ამ მასალას და მრავალი წლის განმავლობაში არ გამოიყენებოდა ესეთ ფართოდ. და ამის კონტრასტზე შეგვიძლია ავახსენოთ, რომ 21 საუკუნეში პირიქით ფაქტობრივად ხე დღითი დღე ხდება სულ უფრო მეტად პოპულარულ და
ასე ვთქვათ, დაგარეკლამებულ მასალად, იქიდან გამომდინარე, რომ ხაზი ესმევა მის ეკოლოგიურობას, სისუფთავეს, სიჯანსაღეს, ხო? ჯანმრთელობისთვის იცით ალბათ, რომ ძალიან სასარგებლოა ხესთან ურთიერთობა და ბევრად ჯობია სხვა ნებისმიერ მასალას, განსაკუთრებით რკინა-ბეტონს, რომელსაც დაუმუშავებელი სახით ახასიათებს მტვერი, ბეტონის მტვერი, რომელიც ძალიან საშიში არის სუნთქვითი გზებისთვის, ალბათ იცით, ხო, ეს არ არის მოკლედ ჯანსაღი ამბავი. სამწუხაროდ მოდერნისტებისთვის, ხო, რომლებიც ახლა მაშინ ამდენ ინფორმაციასაც ააფულობდნენ ალბათ და ფაქტობრივად ცოტა სხვა კრიტერიუმებითაც მსჯელობდნენ მასალების არჩევისას. ხოლო ახლა ჩვენი დღევანდელი ტრენდი მოგეხსენებათ არის ხისკენ ძალიან ლოიალურად კარგად განწყობილი და ახლა მინდა მოგიყვეთ მოკლედ ამის წინაპირობები რა იყო ნაწილობრივ და რა შედეგებამდე მივედით ხის გამოყენებაში. პირველ რიგში მოკლედ როგორც აღარ მახსენეთ ჩვენ რომ ტრადიციულ ესე იგი ეთნიკურ არქიტექტურაში ძალიან დამახასიათებელი იყო ხის გამოყენება, ხო და ვახსენეთ რეალურად იაპონური ტაძარიც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ასე იგი ყველაზე ძველ ხის კონსტრუქციად არის აღიარებული დედამიწის ზურგზე. და შესაბამისად არ იქნება გასაკვირი, რომ ვთქვათ, რომ აღორძინება ხის გამოყენების არქიტექტურაში, ფაქტობრივად დაიწყო იაპონიიდან კვლავ. კერძოდ უნდა ვახსენოთ, ისეთი ცნობილი იაპონელი არქიტექტორი, როგორც არის კენგო კუმა და მისი ნამუშევრები ხეში. რეალურად დღესდღეობით კენგო კუმა არის ერთ-ერთი პიონერი ხის გამოყენებაში და ესეთი ამბასადორი არის ფაქტობრივად აი ამ მასალის პოპულარიზატორი. ძირითადად უხეში მუშაობს, ცდილობს ჩაანაცვლოს ნებისმიერი სხვა ტიპის მზიდი კონსტრუქციები, მაგალითად ლითონის კონსტრუქციები და ბეტონის, რკინა-ბეტონის კონსტრუქციები ჩაანაცვლოს ხით. და ფაქტობრივად ძალიან სერიოზულად უსვამს ამას ხაზს, რომ ხი არ არისო უბრალოდ მოსაპირკეთებელი და ასე ვთქვათ მოსალამაზებელი მასალა, არამედ ყველაფერი სხვა შეუძლიაო, რაც შეუძლია დაუშვათ მოდერნისტულ მასალებსაც. რა იყო ახლა წინაპირობა კენგო კუმას ამ გადაწყვეტილებისთვის? რა და ფაქტობრივად 90-იან წლებში რომ დაიწყო კენგო კუმამ მუშაობა და პრაქტიკა, მინდა გითხრათ, რომ ეს კაციც როგორც მოდერნიზმში აღზრდილი ადამიანი, რეალურად აპროექტებდა რკინა-ბეტონში და აქ კიდევაც ესეთი სერიოზული მძიმე დიდი ობიექტები რკინა-ბეტონში და არ არის მისთვის ეს უცხო, მაგრამ აი 2011 წლის ძალიან დიდი ცუნამის შემდეგ, რომელიც თავს დააწყდა იაპონიის კუნძულებს, ფაქტობრივად ძალიან ძლიერ იცვლება ტრენდი და კენგო კუმა არის ერთ-ერთი პირველი იაპონელ არქიტექტორებს შორის, ვინც ძალიან მწვავედ განიცდის აი ამ მდგომარეობას. რატომ? იმიტომ რომ სტიქიურმა უბედურებამ ფაქტობრივად შეიწირა ძალიან დიდი ნაწილი მოსახლეობისაც და ინფრასტრუქტურისაც და რომ დაიწყეს მოკლედ გარჩევა ამ სიტუაციის, აღმოჩნდა რომ რკინა-ბეტონი ამ შემთხვევაში ძალიან ხისტია და ბუნებრივი ასეთი კატაკლიზმების პირისპირ მოკლედ ძალიან ცუდად ხვდება რა აი ამ პირობებს. აი ამ კატასტროფას. შესაბამისად, როგორც წეგან მე რო ვახსენე თუ გახსოვთ, ჩინური დახურული ქალაქი, ხო, აკრძალული ქალაქი, იმპერატორის რეზიდენცია და ვთქვი, რომ იქ მეთქი სიხისტე ამოიღეს კონსტრუქციიდან და დამჭერები საერთოდ მოხსნეს და რეალურად ესეთი მხოლოდ ხის ერთმანეთზე დაწყობილი ძელების ტექნიკა გამოიყენეს. აი რეალურად ამისკენ ბრუნდება კენგო კუმაც და იწყებს მოკლედ 21 საუკუნის დასაწყისში, აი ამ დიდი ცუნამის შემდეგ იწყებს კვლევას, სწავლობს ძველ ისტორიულ აზიურ მშენებლობის პრინციპებს და აი ამ კონკრეტულ ობიექტში, რომელსაც ახლა გაჩვენებთ, უკვე იყენებს აი ამ პრინციპებს და ძალიან თვალნათლივ გვაჩვენებს რას აკეთებს, ხო? ეს არის იუჰარას ხის ხიდის ხელოვნების მუზეუმი, ასე ქვია. აშენდა 2012 წელს და მთლიანად არის მოკლედ მისი მზიდი კონსტრუქციაც და მოსაპირკეთებელი კონსტრუქციაც ყველაფერი არის ხე.
აქაც მინდა თქვენი ყურადღება მივაპყროთ თვითონ აი ამ ხიდის სტრუქტურას. აი როგორც თქვი, ძველი ჩინური მშენებლობის პრინციპებიდან მოაქვს თვითონ ეს იდეა, რომ ხის ძელებს აწყობს ერთმანეთზე მართობულად და ფაქტობრივად ასე კრავს სისტემას. ხა გულახდილად გითხრათ, მე ვერ შეგპირდებით, რომ აქ არც ერთი ლურსმანი არ აქვს გამოყენებული. არ ვიცი სიმართლე რო გითხრათ და რო არ მოგატყუოთ, მოკლედ შეიძლება არის კიდევაც სამაგრები, მაგრამ ჩინეთში ნამდვილად ცნობილი არის და გამოკვლეულია ეგ თემა, რომ აი ჩინეთში ესეთი ძელები რეალურად არ არის ერთმანეთზე დამაგრებული სპეციალურად, იმიტომ რომ ყევის შემთხვევაში, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყოველი ძელი მოძრაობს ყევის ტალღასთან ერთად და ამიტომ მთელი ეს კონსტრუქცია ჯამში ინარჩუნებს სიმდგრადეს. ეს არის პარადოქსი, მაგრამ ფიზიკის კანონები ასე მუშაობს. შესაბამისად, აი ეს ჩინეთის იმპერატორის სასახლეც ამდენი საუკუნეა დგას და დიდი დაზიანება არ უნახავს იმასთან შედარებით, რაც ადრე იყო მანამდე, სანამ ამ ტექნიკას გამოიყენებდნენ და კენგო კუმაც ფაქტობრივად ცდილობს, რომ ეს პრინციპი გამოიყენოს და ამ შემთხვევაში გააზვიადოს კიდევაც, რა კი აი ესეთი უზარმაზარი სტრუქტურა დაყრდნობილი აქვს მხოლოდ ერთ ხის კოლონაზე. ანუ აქ ჩანს ფაქტობრივად სიმბიოზი თანამედროვე არქიტექტურული გაბედულობისა და უძველესი გამოცდილი მეთოდებისა და ტექნიკების და მასალების გამოყენებაში. ჩემი გადასახედიდან ძალიან საინტერესო პროექტი არის, თვითონ არა მხოლოდ ამ სტრუქტურულად და ასე ვთქვათ, ფესვებთან დაბრუნების ამბავში, არამედ აი ესე ზოგადადაც რომ ავიღოთ როგორც თანამედროვე არქიტექტურის ესეთი ნიმუში, ძალიან ლამაზად და საინტერესოდ დაპროექტებული შენობაა. ფაქტობრივად არის, ნახეთ, მთის ფერდობზე ერთი მხრიდან ავდივართ აი ამ ესეთი ასასვლელი გვაქვს და მე გვაქვს ხიდი, რომელიც ფაქტობრივად ფერდობზე გაშლილ აი ამ კორპუსს უერთდება. ანუ შენობის ორი ტანი გვაქვს და ფაქტობრივად მინდა გითხრათ, რომ ეს ხიდიც არის მრავალფუნქციური ხიდი. არ არის მხოლოდ გადასასვლელი, არამედ აქ არის მოქცეული დამატებითი ფუნქციები. კერძოდ, აი ეს დერეფანი არის აქ და დერეფნის ორივე მხარეს გვაქვს სახელოსნოები ხელოვანებისთვის, რომლებიც ქირავდება და რეალურად შეგიძლიათ იქირავოთ, სამუშაოთ და მერე არის საგამოფენო პავილიონები და ასე შემდეგ. ანუ არის ხელოვნების მუზეუმია რა რეალურად. აი გაჩვენებთ კიდევ ინტერიერებს. არაჩვეულებრივი სილამაზის სივრცეებია, ჩემი აზრით. ჯერა ბუნება არის, როგორი ადგილია, რა სიმშვიდეა და რა საოცრებაა და პლუს ეს ხის ატმოსფერო მთლიანად ხეში რო არის შენობა გადაწყვეტილი, ჩემი აზრით ძალიან თბილ და საინტერესო რაღაცა ძალიან ადამიანურ და სასიამოვნო გარემოს ქმნის, არა მხოლოდ შემოქმედებისთვის, არამედ აი ზოგადად ისე უბრალოდ რომ მიხვიდეთ სანახავად და ცოტა ხანი დარჩეთ, ცოტა ხანი იცხოვროთ, ხოლმე მთლად უკეთესი იქნება. რა ვიცი, მე არ ვიტყოდი უარს მაგალითად აქ რამდენიმე დღის გატარებაზე, თუ არა ბევრის. კიდევ გაჩვენებთ კენგო კუმას რამდენიმე პროექტს, ანუ მიყვება ეს კაცი ხის მოკლედ კონსტრუქციებში გამოყენების გზას და ამ შემთხვევაში იყენებს ერთ-ერთი იაპონური ესეთი ეროვნული სათამაშოს წყობის პრინციპს. ეს არის თვითონ მუზეუმის კვლევითი ცენტრი და მთლიანად აწყობილი არის, როგორც ხედავთ, ხის ესეთი გეომეტრიული ძელებისგან, საკმაოდ თხელი ძელები არის. არ არის ეს შენობა მთლიანად ხის, მაგრამ მისი მზიდი კონსტრუქცია არის. და საკმაოდ ლამაზი და იმპოზანტური სახე აქვს ჩემი აზრით რა აი ამ გეომეტრიას, რომელიც კიდევ ერთხელ აღნიშნოთ, არ იყო რა დამახასიათებელი, სულ ცოტა ხნის წინ რკინაბეტონი იყო, ასე ვთქვათ, პანაცეა. და კენგო კუმა კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ეწევა პროპაგანდას ესეთი დადებითი თვალსაზრისით, რომ ხე გაახადოს ძალიან პოპულარული და ესეთი აღიარებული კვლავ მასალა.
ხო, ორი სიტყვით მინდა ვთქვა კიდე რატო ითვლება ეკოლოგიურად ხე. გარდა იმისა, რომ ჯანმრთელობისთვის კარგია თქვი წეღან, ამის გარდა, აი ახლა სტუდენტები მეკითხებიან ხოლმე, კი მაგრამ ახლა ტყეები რო გავჩეხოთ ჩვენ და რაღაცნაირად არ არის კარგი ამბავი ხო ტყის გაჩეხვა, პლანეტას რას უშვებით და რატოა ეკოლოგიური ამის შემდეგ და სხვა და სხვა. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამის პასუხი ის არის, რომ იმიტომ ითვლება ეკოლოგიურად, რომ ხე არის აღდგენადი რესურსი. ანუ შენ თუ 10 ხე მოჭერი შენი მშენებლობისთვის, ხო? კეთილი უნდა ინებო და 100 ხე უნდა დარგო ალბათ საპირწონეთ, ან დააფინანსო მაინც ეგ თემა რომ დაირგოს. მაგრამ ასეა თუ ისია, მოკლედ ხე არის აღდგენადი რესურსი, ჩემო მეგობრებო, და ბევრად უფრო ესეთი არის, ბუნებრივი არის რა, ახლა პირდაპირ გაგებით. და ჯანსაღი. ხოლო ახლა რა ვიცი, ახლა სხვა დანარჩენი მასალები ბევრად უფრო ესეთი არის, ხისტი არის და უფრო რთულად სამართავი არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც არის დატოვებული თუნდაც რკინაბეტონის სახით. კიდევ მინდა გაჩვენოთ ესეთი პროექტი, ეს არის პატარა რესტორანი სანაპიროზე, ესეც კენგო კუმას შესრულებით. ფაქტობრივად, რა ვიცი, აპოთეოზი არის ალბათ ამ ხის კონსტრუქციის გამოყენებისა. რა კი ნახეთ, მთელი შენობა არის ერთი დიდი, აი ამ ხის კოჭებისგან აწყობილი გადახურვა. ანუ ხესავით ესეთი ტანი ამოდის და მერე გადადის გადახურვაში. და შემინულია განგებ 4-ვე კედელი იმისთვის, რომ მთელი ყურადღება მიეპყრას სწორედ ამ ხის კონსტრუქციას, რომელიც ძალიან ლამაზი და საინტერესო შესახედია, ჩემი აზრით. და ჯამში ძალიან იმპოზანტური სასიამოვნო გარემო იქნება, ხო, თვითონ ამ ინტერიერში. ახლა მინდა გაჩვენოთ კენგო კუმას ამ კონცეფციის და ხის, ასე ვთქვათ, ძირითად მასალა წარმოდგენის პრინციპის, ვთქვათ, აპოთეოზი. გახლავთ ტოკიოს ოლიმპიური სტადიონი 2020 წლის ოლიმპიადისთვის. ხე აასრულებს ერთ-ერთ ძირითად მზიდ კონსტრუქციულ როლს, რაც არის კაცმა რო თქოს ახლებური და ისეთი სარისკოც, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ძირითადად ითვლება ასე, რომ დიდი სტადიონები ხა ანტიკურობაში შენდებოდა ქვისგან და ბეტონისგან, ხოლო ჩვენს ეპოქაში უკვე ძირითადად ლითონი არის ხოლმე წამყვანი მზიდი მასალა, ვინაიდან ითვლება ყველაზე უსაფრთხოდ და გამოსადეგად ესეთი მყარი არის და აი მუშა მასალა არის რა. და ხე აქამდე არ გამოიყენებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ითვლებოდა, რომ ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლებს. მე ხა მინდა ხაზი გავუსვა, როგორი დატვირთვა არის მაინც სპორტული სტადიონების შემთხვევაში. აქ გვაქვს ჩვენ ნელ-ნელა ივსება ხოლმე სტადიონი ხალხით, ხო? ფაქტობრივად ძალიან დიდ მასშტაბებზე გვაქვს საუბარი. ამ შემთხვევაში არის არც მეტი არც ნაკლები, მაგრამ 68,000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი, რაც დამეთანხმებით, რომ არ არის პატარა დატვირთვა, ხო? შესაბამისად, მოკლედ აი ტრიბუნები არის ხოლმე დატვირთული. და სერიოზული ესე იგი წონა ადგება თვითონ კონსტრუქციას პირველ რიგში და შემდგომ და ალბათ ყველაზე მთავარი ესეთი გამოწვევა არის, რომ მატჩის დასრულების შემდეგ ხალხის ძალიან დიდია ეს მასა ერთდროულად გამოდის ხოლმე სტადიონიდან და საერთოდ რა ვიცი ჯერ კიდევ რომის კოლიზეუმიდან და ანტიკური სტადიონების შექმნიდანვე იყო ეს დიდი გამოწვევა, რომ ერთდროულად ხალხის დიდი მასის გამოსვლა როგორ უზრუნველყოთ ისე, რომ არაფერი ჩამოინგრას, ხო ხვდებით და თავზე არაფერი დაგვეცეს. ასე რომ ერთი არის, რომ პერმანენტული ასეთი მდგრადი დატვირთვა არის კონსტრუქციაზე დიდი წონის და მეორე არის კიდე ასეთი დინამიკური დატვირთვა, როდესაც ეს ხალხი მოძრაობს და ერთდროულად ცდილობს გამოვიდეს შენობიდან სხვადასხვა გასასვლელიდან, ხო? და სწორედ ამიტომაც მოკლედ ითვლებოდა, რომ უნდა გაუძლოს კონსტრუქციამ როგორც სტატიკური, ისე დინამიკურ დატვირთვას. შესაბამისად, ლითონი, როგორც თქვი, იყო მიჩნეული ძირითად მზიდ კონსტრუქციულ მასალად მე-20 საუკუნეში, მაგრამ კენგო კუმა ისახავს, ესე იგი, ესეთ ჩელენჯია ფაქტობრივად გამოწვევაა მისთვის, რომ ხე წარმოადგინოს არანაკლებ მდგრად და საპატიო მასალად, ვიდრე არის ლითონი.
ეხლა რასაკვირველია, არც მალავს და ჩანს კიდევაც, ხო, რომ ლითონი გამოიყენება ამ კონსტრუქციაში, ანუ მხოლოდ ხე არა გვაქვს, არამედ დამჭერი კვანძები არის მაინც ლითონის, მაგრამ დანარჩენი კოჭები არის ხის და შესაბამისად გვაქვს ესეთი ფაქტობრივად კომბინირებული ვარიანტი ხისა და ლითონის გამოყენებისა. გარდა ამისა, საერთოდ იდეა იყო, რომ გაეკეთებინათ ესეთი მწვანე არქიტექტურა, ანუ მაქსიმალურად ეკოლოგიური შენობა არის. აქედან გამომდინარე იყენებენ მზის პანელებსაც, იყენებენ გამწვანებას, ფაქტობრივად ეს მოსაპირკეთებელი მასალებიც არის ხის, ჩანს ხო თვითონ ეს ხით არის გამშვენებული ფასადები და პლუს გამწვანება აქვს იარუსებზე, ესე იგი ხეებია დარგული და მცირე ესე დეკორატიული მცენარეები. ასე რომ ეს არის მოკლედ ჯერჯერობით მე მგონი ერთადერთი და ესეთი პირველი მაგალითი მწვანე ეკოლოგიური არქიტექტურისა, სპორტული ესე იგი დარბაზის და სპორტული დანიშნულების ასეთი არენის შემთხვევაში გამოყენებული. განვაგრძოთ ჩვენი საუბარი და შევხედოთ პეტერ ცუმტორის რამდენიმე ნამუშევარს. ეს სახლი გახლავთ ძალიან პატარა საცხოვრებელი სახლი შვეიცარიულ ალპებში. ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო სახლის რენოვაცია და მისი გაფართოება, ვინაიდან იდგა ისტორიულად ესეთი პატარა ხის სახლი, რომელიც ჩანს კიდევაც ხო, თვითონ ხის ფერიდან გამომდინარე, მუქი ნაწილი არის ძველი, უფრო ღია ნაწილი არის პეტერ ცუმტორის მიერ დამატებული ახალი ნაწილი. რეალურად ძალიან ლოგიკური ამბავია, იმიტომ რომ მესაკუთრეს სურდა უფრო გაეფართოებინა თავისი სახლი, კეთილმოეწყო, ვინაიდან მაგალითად არ ქონდა სამკვანძი და დასჭირდა რომ ქონოდა და თანამედროვე საცხოვრებელი პირობები გაეუმჯობესებინა. შესაბამისად, ფაქტობრივად ცუმტორის იდეა იყო ასეთი, რომ დატოვა ძველი სახლი, როგორც ესეთი ისტორიული ასე კი მეხსიერება არ დაანგრია. სამაგიეროდ მიაშენა მას დამატებით ახალი ნაწილი, მივიდა ფაქტობრივად რელიეფის ბოლომდე, ხო, ამ ახალი ბლოკით და ერთიანი დიდი ასე კი სახურავით, ლითონის კარკასის მქონე სახურავით, გადახურა როგორც ძველი ნაწილი, ისე ახალი. და გარდა ამისა მიაშენა ესეთი პატარა ტერასაც. და ნუ ფაქტობრივად ამ შემთხვევაში მოექცა ძალიან აკურატულად ამ ძველ სახლს შეინარჩუნა როგორც ეს ძველი ფაქტურა, სტრუქტურა, ფერი მისი და ხაზი გაუსვა ახალი ნაწილით. ახალი ფაქტობრივად არის ესეთი ჰორიზონტალური ესე იგი მიმართულების მქონე ხის ფიცრებით არის გაფორმებული თვითონ ეს ფასადები. და ძალიან ლაკონურად არის მოკლედ გადაწყვეტილი თვითონ ეს სახლი. თითქოს ძალიან მარტივი და ეს პატარა ნამუშევარი არის, მაგრამ ატარებს რაღაცნაირ ადამიანურ ესეთ სულიერ იერს და დარწმუნებული ვარ თვითონ მესაკუთრე კმაყოფილი დარჩებოდა ამ ნამუშევრით. შემდეგ მინდა გაჩვენოთ ესეთი პატარა კაპელა, ესეც შვეიცარიულ ალპებში. საერთოდ მინდა გითხრათ, რომ ცუმტორი არის ესეთი პრიცკერის პრემიამდე განსაკუთრებით იყო უფრო მცირე მასშტაბის და უფრო ძირითადად შვეიცარიის მთიანეთში მოღვაწე არქიტექტორი, საკმაოდ ესეთი სპეციფიკური თავისი ხედვით. ამ შემთხვევაში ეს არის წმინდა ბენედიქტეს სახელობის კაპელა შვეიცარიულ სოფელში. ძალიან პატარა, მაგრამ საინტერესო კონფიგურაციის შენობაა, რომელშიც ხე თამაშობს, რა თქმა უნდა, მთავარ როლს, როგორც მზიც, ისე დეკორატიული გაფორმების თვალსაზრისითაც გამოიყენება ხე. მაგალითად, აი გარედან მოპირკეთება ძალიან გავს ქვას თუ აგურს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ესეც ქვის ხის პატარ-პატარა ესეთი ფიცრებია, თითქოს ისეთი შთაბეჭდილება აქვს, რომ ქერცლივით აცვია, ხო? თითქოს ეს ჯავშანი აცვია თითქოს ამ პატარა ეკლესიას. თვითონ მისი ფორმაც არის ძალიან სახასიათო და უცნაური. ფაქტობრივად წვეთის თუ ცრემლის ფორმა აქვს.
რეალურად შევდივართ აი ამ ვიწრო ნაწილიდან, ხო, წვეტიანი ნაწილიდან და შემდგომ უკვე ასე იგი მომრგვალებული ნაწილის მხარეს გახლავთ საკურთხეველი. ძალიან პატარა სალოცავია, კაცმა რო თქვას, დიდი მოსახლეობა არც ექნება ამ სოფელს და მის საჭიროებებზე არის გათვლილი. და ამის მიუხედავად რაღაცნაირი ძალიან მყუდრო, საყვარელი, თბილი გარემოს მქონე სივრცეა, რასაც დიდი დოზით განაპირობებს, რა თქმა უნდა, თვითონ ამ ხის მასალა. ხო, თბილია, ნატურალური ესეთი თბილი ფერი აქვს ხის და ჩანს მისი ფაქტურა. და თვითონ კარგად ჩანს კონსტრუქცია, ხო და როგორ არის ორგანიზებული წესრიგი აი ამ პატარა სივრცის მოწყობაში. ასე რომ კარგი სანახავი იქნება ალბათ ეს პატარა ეკლესია. კიდე მინდა გაჩვენოთ სუნტორის ესეთი ნამუშევარი. ეს გახლავთ დამცავი შენობა რომაული არქეოლოგიური ნაშთებისთვის შვეიცარიაში. ახლა მოგახსენებათ შვეიცარიაც როგორც ევროპის მრავალი სხვა ქვეყანა იყო რომის იმპერიის შემადგენლობაში, მისი კოლონია. შესაბამისად შვეიცარიაშიც აქვთ ესეთი არქეოლოგიური დანატოვარი რომაული ნაშთების. და ძალიან საინტერესო ტექნიკა არის ზოგადად როგორც ცდილობენ ხოლმე რომ ეს არქეოლოგიური გათხრების ადგილი დაიცვან კლიმატური ესე იგი ზეგავლენისგან ვინაიდან როდესაც გაიხსნება უკვე ეს არქეოლოგიური სანახაობა და მუშაობს ხალხი იქ ჩვეულებრივად ხო მიმდინარეობს გათხრები ღია მოკლედ ეს ტერიტორია როგორც წესი ნალექისთვის და ქარისთვის და რა თქმა უნდა დაუშვებელია რომ დაზიანდეს ხო იქ რამე შესაბამისად ყოველთვის აწყობენ ხოლმე დამცავ ნაგებობას გადახურვას ხშირ შემთხვევაში დროებითია ხოლმე თუმცა ამ ბოლო ტენდენციები გვაჩვენებს იმას რომ შემდგომში ტოვებენ ხოლმე ასე გახსნილად მოკლედ ამ არქეოლოგიურ საიტს და სეზონის უქონლობის დროს ფაქტობრივად ღიაა და ისედაც ღიაა ხოლმე მაყურებლებისთვის და როდესაც გათხრების სეზონი მოდის, უკვე უშუალოდ მუშაობენ მეცნიერები და შესაბამისად არის ხოლმე ესე იგი სამუშაო ზონა არქეოლოგებისთვის. ხა პრინციპი რა არის ამ შენობის? პრინციპი არის ის, რომ გადახურული არის, როგორც ვთქვით, ეს სანახაობა და გარდა ამისა შემოაქვს დამატებითი ეს სამოძრაო ლითონის კონსტრუქციები, რომლებზეც რეალურად ნებადართული არის ტურისტებისთვის შესვლა. ანუ აი ჩვენ რო ვიყიდოთ ბილეთები და მივიდეთ, ვიმოძრავებთ აი ამ სივრცეში და გვექნება საშუალება რომ ამ ხიდებიდან დავათვალიეროთ ვიზუალურად. ხო, ეს გათხრები როგორ მიმდინარეობს, რა აღმოაჩინეს, არტეფაქტები ვნახოთ, ეს კედელი ვნახოთ მაგალითად და სხვა. მაგრამ არ გვაქვს ჩვენ იმის ნებართვა რომ ჩავიდეთ უშუალოდ და კონტაქტი გქონდეს ხშირ შემთხვევაში თვითონ აი ამ დანატოვარ ასე იგი არტეფაქტებთან. შესაბამისად, მოკლედ მარტო მეცნიერები ჩადიან ხოლმე არტეფაქტზე სამუშაოდ. როგორც წესი ასეა ხოლმე. შესაბამისად, აი სუნტორმა გააკეთა ესეთი ძალიან მინიმალისტური შენობა. ხის კონსტრუქცია არის ეს თვითონ ჯავშანი გარედან რაც აცვია და როგორც ვთქვით, თვითონ აი სამოძრაო სივრცები არის ლითონის ესეთი ხიდები. და კიდევ ერთი ძალიან ორიგინალური შენობა მინდა გაჩვენოთ მის შესრულებით. ეს არის ეგრეთ წოდებული შვეიცარული ხმის ყუთი. ეს არის დროებითი ნაგებობა ექსპოსთვის გერმანიაში. ფაქტობრივად აქ პეტერ სუნტორის მედიტაცია არის თვითონ ამ ხმაზე, ხმაურზე და ბგერაზე და საერთოდ რას ნიშნავს ეს ხმები ადამიანის აღქმისთვის. რეალურად ალბათ დიდ ექსპოზე და აი ბიენალეზე ან დიდ გამოფენებზე თუ ხართ ნამყოფი, დამეთანხმებით რომ ძალიან დიდი ხმაური აჟიოტაჟი, ბევრი ხალხი, ბევრი სანახაობა და ასეთი ძალიან აქტიური საქმიანობა ხოლმე რა ეკופნა და რეალურად ცოტა ხნის მერე ძალიან იღლება ადამიანის გონება. იმიტომ რომ ვიზუალური სანახაობა არის ბევრი, აუდიოს მოსასმენიც ხშირად ბევრია ხოლმე და პლუს ახლა დამატებით ხმაურია მაყურებლებისგან. ამიტომ ცოტა ხნის მერე გაქვს ხოლმე დიდი სურვილი რომ იპოვე რაღაც ისეთი მშვიდი გარემო, სადაც შეძლებ რომ სიჩუმეში დაისვენო. და რეალურად აი შვეიცარიული პავილიონი ამ შემთხვევაში სუნტორის შესრულებით სწორედ იყო ამაზე გათვლილი, რომ რაღაცნაირი სიმშვიდის და სიჩუმის ოაზისის შეექმნა მაყურებლებისთვის.
ფაქტობრივად არის ხისგან აგებული ძალიან ლამაზი ესეთი სპეციფიკური ლაბირინთივით სივრცე, სადაც ყველაფერი მუშაობს იმაზე, რომ იყოს დახშული გარეხმები და ფაქტობრივად აი სიჩუმეში იარო აი ამ ლაბირინთში რაღაცნაირად სიჩუმეში განმარტოვდე და დაისვენო. პლუს ახლა რა კი ხისგან არის აგებული ეს შენობა, დარწმუნებული ვარ, რომ სუნიც იქნება არაჩვეულებრივი, აქ თვითონ ამ ხის სპეციფიკური სუნი. ასე რომ ეს დაწყრეტილი შუქი სახურავიდან, ფერი თვითონ აი ეს თაფლის ფერი რაღაცნაირი სასიამოვნო თბილი ხის ფერი, პლუს გიცხარით სუნი და იზოლაცია ზედმეტი ხმაურისგან, მოკლედ მართლა იქნებოდა საინტერესო სანახავი და აი დასასვენებელი სივრცის თვალსაზრისით იქნებოდა კარგი სივრცე აი ამ დიდ გამოფენაზე. ახლა მოდი შევხედოთ მეორე იაპონელი კიდევ კარგი არქიტექტურის. ახლა მოდი შევხედოთ კიდევ ერთი იაპონელი არქიტექტურის ნამუშევარს, ეს გახლავთ შიგერუ ბანი. შიგერუ ბანი არის პრიცკერის პრემიის ლაურეატი და საერთოდ ძალიან ესეთი გამორჩეული და საინტერესო იაპონელი არქიტექტორი, რომელიც აგრეთვე არის ეკოლოგიური მოძრაობის დიდი მხარდაჭერი და ხის მასალის ერთ-ერთი ძალიან აქტიური მომხმარებელი და ფაქტობრივად პროპაგანდისტი ხის მასალების გამოყენებისა თანამედროვე არქიტექტურაში. ეს არაჩვეულებრივი შენობა არის სამხრეთ კორეაში Nine Bridge Country Club, ანუ ქალაქგარეთო ესეთი კლუბი არის, საკმაოდ ელიტარული, რომელსაც შესაბამისი ძალიან დახვეწილი და მასე გამორჩეულად ესთეტიკური ინტერიერი აქვს, თუმცა ფაქტობრივად იქიდან გამომდინარე, რომ შემინულია მისი ყველა ფასადი, გარშემო შესაბამისად ინტერიერი ხდება ექსტერიერის ნაწილიც და საერთოდ ეს შენობა აღიქმება როგორც ერთი დიდი ლამაზი ქანდაკება. აი გაჩვენებთ ახლა სხვა სურათებსაც, მე მგონი არაჩვეულებრივი დახვეწილობის შენობაა. ფაქტობრივად აქ მთავარი პრინციპი იყო, რომ მზიდი ელემენტები გაეკეთებინა ესეთი იმიტაციური ხის ვიზუალი მიეცა და ამავდროულად მთელი კონსტრუქცია, ესე იგი ეს კოლონა გადადის სახურავის დამჭერ ასეთ წნულ კონსტრუქციაში, ხო და ერთი მეორეზე არის დამოკიდებული ფაქტობრივად აი მთლიანად დაწნული აქ სახურავისა და მთლიანად შენობის მზიდი ელემენტები. ძალიან ლამაზი გადაწყვეტაა ჩემი აზრით და ძალიან რთულიც მინდა გითხრათ. საერთოდ აი შიგერუ ბანის პრინციპი არის, რომ რაღაცნაირად როგორ გითხრათ, გაეჯიბროს თითქოს ჰაიტეკის კულტურას, იმიტომ რომ რამდენიმე ათეული წლის წინ ასეთ კონსტრუქციებს ჩემო მეგობრებო ასრულებდნენ მხოლოდ ლითონში და იყო დამახასიათებელი ეს ყველაფერი სწორედ ჰაიტეკის კულტურისთვის, ჰაიტეკის სტილისთვის. ანუ არ გაგვიკვირდებოდა ჩვენ დავუშვათ ესეთი კონსტრუქცია როგორ ნახა ლითონში, ასეთი ნაცრისფერი სახე ექნებოდა და ვიტყოდეთ რომ კი ბატონო ძალიან ლამაზია, ძალიან დახვეწილია, მაგრამ ისეთი არის რა, აი ლითონში მუშაობა ბევრად უფრო მარტივია ხო ასეთი პლასტიკური ელემენტებით, იმიტომ რომ ჩამოასხამ და ეგ არის, ხო? ახლა ძალიან ისე ამბობ ალბათ, რომ გამარტივებულად, რა თქმა უნდა, არ არის არც ეგ მარტივი. ნახაზი მაგასაც ჭირდება, გათვლა მაგასაც ჭირდება, ხო, როგორი კონფიგურაციით ასხამ ამ ელემენტს, მაგრამ მაინც ლითონი ითვლება უფრო მოქნილ, უფრო პლასტიკურ მასალად, ნებისმიერ ფორმას იღებს, იქიდან გამომდინარე, რომ ვასხამთ ნებისმიერ ფორმაზე, ხო? და შესაბამისად თან მდგრადიც არის ძალიან რა, ანუ დატვირთვა ისეთი როგორც ლითონს შეუძლია რომ აიტანოს, ფაქტობრივად რთულია სხვა რომელიმე მასალა შევადაროთ ლითონს ამ თვალსაზრისით. მაგრამ 21 საუკუნის გამოწვევა არის, რომ აი ხე აჩვენონ არანაკლებ პლასტიკურ, არანაკლებ მოქნილ, არანაკლებ ამტან მასალად და ამ შემთხვევაშიც თვითონ ეს კონფიგურაცია და მათემატიკური ესეთი პარაბოიდალური ფორმები ფაქტობრივად როგორ არის ხეში მინდა ვთქვა რომ გამოძერწილი თქო, მაგრამ ალბათ არასწორი იქნება ეს, ვინაიდან ხეში სხვანაირად მუშაობენ, არ ძერწავენ, არამედ ჭრიან ხეში. შესაბამისად, აი როგორ არის მოკლედ
გამოთვლილი, გამოჭრილი, მორგებული ერთი მეორესთან და გადაბმული ისე რომ ლურსმანი არ აჩანს, წებო არ აჩანს, გადაბმული არ აჩანს, მოკლედ არის წარმოუდგენელი დახვეწილობის და ძალიან მაღალი დონის ესე იგი ნამუშევარი, ხო, როგორც აპროექტება და სიცამამე აზრის, აგრეთვე თვითონ ფიზიკურად შესრულება აი ამ არაჩვეულებრივი მზიდი კონსტრუქციის. ასე რომ, რა ვიცი, მე მგონი კომპლიმენტების გარდა არაფერი ეკუთვნის ამ შენობას ჩვენი მხრიდან. და ეხლა კიდევ ერთ მაგალითს გაჩვენებთ, სადაც ფაქტობრივად ჰაიტექს ეპაექრება შიგერუ ბანი. ეს არის ესეთი პარიზში მუსიკალური დარბაზები, ესეთი საჯარო სივრცეა, რომელიც გარედან იქიდან გამომდინარე, რომ არის შემინული და ესეთი ვიზუალურად ახმადი კონსტრუქცია, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არის ჰაიტეკი. რეალურად ჰაიტეკის ყველა დამახასიათებელი ესეთი ნიშანწყალი გააჩნია ამ შენობას, ხო? კონსტრუქცია გარეთ არის გამოტანილი, შემინულია, პლუს ტექნოლოგიური ესეთი ინოვაცია აქვს შემოტანილი, ნახეთ, აი ეს აფრა, რომელიც არის დაფარული სოლარული პანელებით, მოძრაობს შენობის, აი მრგვალი შენობის გარშემო, მზის მოძრაობასთან ერთად და ფაქტობრივად დღის განმავლობაში იწვევს მზის პირდაპირ სხივებს და რეალურად კვებავს მერე ამ შენობას საკუთარივე ამ სოლარული ენერგიით. ანუ ყველანაირად ტექნოლოგიურად გამართული შენობა არის და ვიტყოდით, რომ ჰაიტეკია, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ის, რომ მზიდი კონსტრუქცია აი ამ ფასადის არის არა ლითონი, არამედ ხე. და ჩანს კიდევაც ინტერიერში, ხო, აი როგორც კი ახლოს მივალთ და დაუკვირდებით, რეალურად ჩანს, რომ მთელი მზიდი კონსტრუქცია არის ესეთი ხის სპეციფიკური მომრგვალებული მზიდი ელემენტები, რომლებიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უწინ იყო დამახასიათებელი ლითონში, რომ ყოფილიყო ჩამოსხმული და გამოყენებული ყოფილიყო მხოლოდ ლითონი. ამ შემთხვევაში სპეციალურად იყენებს ხეს და სპეციალურად კარგად აჩვენებს, რომ დავაკვირდით და მივხვდეთ, რაშია აქ ამბავი. ასე რომ ესეთი მანიფესტია მოკლედ ხის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. კიდევ გაჩვენებთ ამავე მიმართულების ნამუშევარს შიგერუ ბანის შემოქმედებაში. ეს გახლავთ პომპიდუ მეცის ცენტრი, ქალაქ მეცში, საფრანგეთი. ეს არის ფაქტობრივად პომპიდუს ცენტრის ფილიალი. და მოგახსენებათ, ახლა პომპიდუს ცენტრი თავისი არსით არის პირველი ჰაიტეკური შენობა, ესეთი სიმბოლური შენობა, ძალიან ცნობილი, იკონური, გახმაურებული, სკანდალური და ბევრი ეპითეტი აქვს მას. და შესაბამისად, მე მგონი ძალიან სიმბოლური იყო, რომ მისი ესეთი ფილიალი, ხო, მეორე კორპუსი არის გაკეთებული დიახაც, რომ ისევ ჰაიტეკური მიმართულებით, ოღონდ უკვე ხეში. აი ნახეთ, არაჩვეულებრივი ესეთი პლასტიკური გადახურვა გაკეთებული, აი მაკეტში კარგად ჩანს, თუმცა რენდერებშიც ჩანს. ძალიან საინტერესო გადაწყვეტაა, ხო, აი ხისტი 3 ბლოკი აქვს ესეთი აღებული და ზემოდან არის გადახურული ერთიანი აი ესეთი ნაჭერივით, თითქოს ძალიან პლასტიკური, დაწნული სახურავით. გაჩვენებთ უფრო ახლოდან, შეხედეთ რა დონის დეტალებია და როგორ არის დამუშავებული ფაქტობრივად ეს ხის კვანძები და ხის კონსტრუქციები. ულამაზესი ნამუშევარი არის, ურთულესი და ჩემი აზრით, რა ვიცი, აი 21 საუკუნის გამოწვევაც ეს არის რა, რა თქვას, ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი და კარგი მიმართულება არის და საინტერესო იყო მოკლედ რა ეს ჩელენჯი. და როგორ დაძლია ხემ, როგორც მასალამ და მისმა მოწვეულ არქიტექტორებმა აი ეს გამოწვევა. ახლა მინდა გაჩვენოთ შიგერუ ბანის შემოქმედებაში კიდევ ერთი გამოწვევა. ფაქტობრივად ეს გახლავთ ხის კონსტრუქციებით შესრულებული პირველი ცათამბჯენი. და რატო არის ახლა ეს მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანი არის იმით, რომ ცათამბჯენები, ჩემი მეგობრებო, მოგეხსენებათ, ხისგან არ შენდება.
ისევ და ისევ მდგრადობიდან გამომდინარე, ხო? ძალიან დიდი დატვირთვაა. ძალიან დიდი რისკის შემცველ ობიექტად ითვლება, რაც უფრო მაღლა ავდივართ, მით უფრო სახიფათოა თავისთავად. ამიტომ ისევ და ისევ მზიდი კონსტრუქციის მთავარი მასალა ცათამბჯენისთვის ყოველთვის იყო ლითონი, რკინა, ბეტონი და მოდი გამონაკლისად თუ ავიღებთ, ცათამბჯენი არ არის, მაგრამ დავუშვოთ გოთიკური ეპოქის კათედრალები, აგრეთვე ძალიან მაღალი შენობები არის ქვის. ხო? მაგრამ იქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ქვის კედელი ამ სიმაღლე რომ გაეკეთებინათ, სამაგისოდ რეალურად ძალიან დიდი ინფრასტრუქტურა მუშაობს თვითონ ამ კედლის დაჭერაზე, რასაც ქვია გარედან მიშენებული ეს კონტრფორსები, ხო და დამატებითი ქვის სტრუქტურები, რომლებსაც უჭირავთ თვითონ ეს უზარმაზარი შიდა ნავის მაღალი კამარა. ხოლო ხეს როგორც წესი მანამდე ისტორიულ არქიტექტურაში და არც მე-20 საუკუნეში არასდროს არავინ არ განიხილავდა ამ კონტექსტში, რომ მაღალი და ესეთი სუპერ მაღალი და ცათამბჯენის პროპორციის და მასშტაბის შენობისთვის გამოიყენებინათ ძირითად მზიდ მაზალად. მაგრამ დღესდღეობით ახლა დღევანდელი პრეზენტაციიდან გამომდინარე ვხედავთ ალბათ, ხო, რომ რეალურად არქიტექტორები აღარ ეპუებიან ასეთ გამოწვევას, ის კი არა საინტერესო არის მათთვის, რომ დაძლიონ კიდევ და კიდევ უფრო ახალი სიმაღლეები ხის გამოყენებაში. ამ შემთხვევაში გვაქვს 19 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი. რეალურად ახლა 19 სართული შეიძლება ბურჯ ხალიფას ხელად ცათამბჯენად არ მივიჩნიოთ, რა საკვირველია, მაგრამ დაგვავიწყდება, რომ პირველი ცათამბჯენები საერთოდ ამ მასშტაბის იყო. მე გულისხმობ ჩიკაგოს და ნიუ-იორკის პირველ მაღლივ მშენებლობას, ადლერისა და სალივანის შესრულებით მაგალითად. შესაბამისად, მოკლედ 19 სართული უკვე ცათამბჯენია რა, კაცმარო თქვას. ამ შემთხვევაში ხა მზიდი კონსტრუქცია არის ხე, როგორც თქვით და ჩანს კიდევაც ხო რეალურად საკმაოდ განიერი და ესეთი მოცულობითი კონსტრუქცია, იქიდან გამომდინარე, რომ ხა ლითონივით თხელი კოჭები და თხელი კოლონები ვერ აიტანს, ხო, ამხელა დატვირთვას. და გარდა მაგისა, მოსაპირკეთებელი მასალებიც იატაკის სახურავი კედლები არის ძირითადად ხისგან შესრულებული. ამიტომ მაშენებლები ამბობენ, რომ ძალიან ეკოლოგიურად სუფთა და ესეთი კარგი საცხოვრებელი გარემო არის, რასაკვირველია ამ კომპლექსში ჯანსაღი და თავისთავად ზვირიანი ბინებიც იქნება ბუნებრივია. თვითონ შენობის არქიტექტურას რაც შეეხება, ნახეთ ფაქტობრივად გვაქვს ერთი ბლოკი, ეს მაღლივი 19 სართულიანი მრავალბინიანი კომპლექსი, რომელიც აკვეთილია და შემსუბუქებულია თვითონ მისი სტრუქტურა და გარდა ამისა მეორე მხრიდან გვაქვს ესე კასკადურად წამოსული უფრო დაბალი და განიერი ნაწილი ბინებიანი, რომელიც ფაქტობრივად ესე ეხმარება ამ მაღლივ ნაწილს კონსტრუქციული თვალსაზრისითაც, ხო? და პლუს გამწვანება გზეთ, როგორც იციან ხოლმე არქიტექტორებმა ფაქტობრივად ესეთი გამწვანებული ნაწილებიც არის ძალიან დიდი დოზით. ასე რომ ეს იყო რაც შეეხებოდა შიგერო ბანის შემოქმედებას და ხის კონსტრუქციებს. და ეხლა მინდა გაჩვენოთ კიდევ ერთი უფრო დიდი მასშტაბის ხის მზიდი კონსტრუქციის მქონე ნაგებობა. დასასრულისთვის მოდი ვნახოთ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მე მგონი ძალიან შთამბეჭდავი ობიექტი. ეს გახლავთ სევილიაში, ესპანეთში, ფაქტობრივად მთელი მოედნის გადახურვა ხის უზარმაზარი და ძალიან ლამაზი კონსტრუქციით. იორგან მეერის ნამუშევარი გახლავთ ეს შესანიშნავი ობიექტი. ფაქტობრივად ისტორია იყო ასეთი, რომ ისედაც უნდათ გაეკეთებინათ მოედანზე რაღაცა ესეთი გადახურვა, იქიდან გამომდინარე, რომ სევილია ხა ესპანეთში ცხელა ძალიან ზაფხულში მოგახსენებათ, არა და მოედანი არის ხოლმე მათი თავშეყრის და ესეთი ძალიან აქტიური სოციალური შეკრებების ადგილი. შესაბამისად, სურდათ მოეჩრდილათ მოედანი, მაგრამ როდესაც დაიწყეს მშენებლობა და ამოიღეს გრუნტი, ესე იგი იპოვეს არქეოლოგიური რომაული დასახლების ნაშთები.
სიხარულია, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი თანამედროვე ცხოვრებისთვის იქიდან გამომდინარე, რომ ახლა საინტერესო არის, ხო, ანტიკური ნაშთები, როდესაც გაქვს ქალაქში. არ არის გასაკვირი, კაცმა რა თქვას, იმიტომ რომ ეს პლანეტი იყო კოლონია რომის იმპერიის, ასე რომ ბევრი აქვს საკმაოდ რომაული დასახლებები, მაგრამ ნუ აი კერძოდ აქ არ იცოდნენ, რომ იყო და აღმოაჩინეს და მოკლედ დიდი ინტერესი გამოიწვია ამ აღმოჩენამ. მაგრამ ახალი გამოწვევა, ესე იგი, გაჩნდა ამ მშენებლობასთან დაკავშირებით, რომ როგორ უნდა მოიქცნენ. შესაბამისად, შემუშავდა ახალი ძალიან საინტერესო პროექტი. მუზეუმი და საერთოდ ეს არქეოლოგიური სანახაობა, მოკლედ როგორიც ვთქვით, არის თვითონ მიწის დონეზე და ქვევით. შესაბამისად, გადახურული იქნა და აქ გვაქვს ჩვეულებრივი სამუზეუმო სივრცე, მსგავსი იმისა, რაც წეღან პეტერ ცუმტორის შესრულებით ვნახეთ და რეალურად ღია ამაყურებლებისთვის შეგიძლიათ მიბრძანდეთ და ათვალიეროთ თვითონ ეს არქეოლოგიური სანახაობა. და მის თავზე, ესე იგი, ეს რკინაბეტონის გადახურვა და სახურავზე გვაქვს რეალურად ეს სამოედნო სივრცე ჩვეულებრივად, აგერ დიდი პარადული კიბეათი ზევით და მოედანია, მოკლედ სამოძრაოდ და შეკრებებისთვის, მაგრამ თვითონ ეს მოედანი გადახურული არის ძალიან მაღალი, მთლიანად ხის კონსტრუქციით, რომელსაც აქვს ესეთი რამოდენიმე ხის ესეთი ვიზუალური ეფექტიც, ხო, რეალურად ხეებივით დგანან და პლუს კიდე ჩაწნული ეს თვითონ მზიდი კონსტრუქცია. ასეთი დიდი ხის გადახურვა, რა ვიცი, რთული მოსაძებნი იქნება კიდე მეორე, ყოველ შემთხვევაში ევროპაში ნამდვილად. და ჩემი აზრით ძალიან საინტერესო და კარგი ლამაზი გადაწყვეტაა. ჯერ ერთი ის არის, რომ მოკლედ ფუნქციურად სჭირდებოდათ მოეჩრდილათ მოედანი და წარმატებულად მიიღეს ეს შედეგი. შემდეგ გვაქვს კიდე ესეთი ინტერაქტიული ფაქტობრივად ხერხი, როცა შეგვიძლია აი ამ კონსტრუქციაზე ზემოდან ავიდეთ და ვიაროთ ზედ, აი ფაქტობრივად ჩანს ხო ბილიკები. სამოძრაო ძალიან საინტერესო ატრაქციონია, მე თუ მკითხავთ, ეს ასვლა ზევით, დათვალიერება, ხედები იშლება სევილიაზე ზემოდან და შეგიძლიათ კარგად დაათვალიეროთ, მით უმეტეს ახლა ტურისტებისთვის არის მიღწევა, ხო, რა თქმა უნდა, ასეთი ობიექტი. სურათების გადაღების თვალსაზრისით და სხვა. ისედაც საინტერესო არის, ხო, ადგილობრივებისთვისაც. და პლუს აი ხის როგორც მზიდი მასალის, როგორც ესეთი კარგი თანამედროვე მასალის გამოყენება ამ თვალსაზრისით კიდევ ერთხელ ძალიან კარგი და პოზიტიური შედეგის მომცემია და თვითონ არქიტექტურული თვალსაზრისით მინდა გითხრათ, რომ ფაქტობრივად ესეთი პარაბოიდალური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი პლასტიკა გააჩნია ამ შენობას და კაცმა რო თქვას კონტრასტში იმყოფება აი ამ ისტორიული ქალაქის განაშენიანებასთან, ხო? ძალიან თანამედროვე ფორმებია, მასშტაბი, აი ეს გაბედულობა, სივრცის აი ესეთი ორგანიზება, ძალიან საინტერესო. და როგორ გითხრათ, მე პირადად მიყვარს ხოლმე ეს კონტრასტული ელემენტები საერთოდ ქალაქის, ისტორიული ქალაქის შუაგულში, იმ შემთხვევაში, ოღონდ, როდესაც პროექტი არის კარგად შესრულებული და იმართლა კარგი სანახავი და გადაწყვეტილი პროექტი რო არის და კარგად დაშენებული, მაშინ ღირს. რა თქმა უნდა, ესეთი კონტრასტის გაკეთება და რაღაცნაირად ახალი სისხლის გადასხმა, ახალი ცხოვრების მინიჭება არის ხოლმე თითქოს აი ამ ძველი და ძალიან ჩამოყალიბებული ურბანული სტრუქტურებისთვის. ანუ ახლა ისტორიულს არაფერს არ ვერჩი, პირიქით საინტერესო სანახავია ყოველთვის და ისეთი არის საამაყო და საყვარელი ყველა კულტურისთვის, ხო, თავისთავად, მაგრამ საინტერესო არის ხოლმე მოკლედ აი თანამედროვე 21 საუკუნის არქიტექტურული ობიექტების ნახვაც აი ესეთ გარემოში. უფრო მრავალფეროვანს ხდის თვითონ აი ამ ქალაქთან ურთიერთობას და გაცნობას, ხო, ამ ქალაქის გაცნობას. აი ასე ჩემო მეგობრებო, ამითი ვასრულებთ საუბარს ხის გამოყენებაზე თანამედროვე არქიტექტურაში. მე მგონი ძალიან საინტერესო მაგალითები ვნახეთ და რეალურად დაგიმტკიცეთ და თქვენს გეცოდინებოდეთ, რომ ხე მართალია უძველესი მასალაა და ერთ-ერთი ესეთი გამორჩეული ისტორიული და ბუნებრივი მასალა არის, მაგრამ გარდა ამისა, აი თანამედროვე მასალაც გახლავთ და არანაკლები წარმატება აქვს მას 21 საუკუნეში, ვიდრე ძველი ეპოქების
და ძველი კულტურების ისტორიაში გვაქვს ნანახი. დიდი მადლობა თქვენი ყურადღებისთვის. გთხოვთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ არხი, რადგან ვიყოთ მეტნი და უფრო კარგად გავრცელდეს, ესე იგი ჩვენი სალექციო კურსი და მეტი ადამიანი მოვიზიდოთ. დიდი მადლობა. კარგ დღეს გისურვებთ. ნახვამდის.